ვისაუბროთ ჩვენ იმის შესახებ, რომ მართლაც კარგი კალათბურთელი გახლავთ. დინამოს 21 ნომერი. თავად შეუტია და ფაქტი ბოლო წამებზე არ ჩავარდა ეს ბურთი, ბოლო შეტევა იყო ამ მეოთხედში, მას ასე პირველი მეოთხედი დინამოს გულშემატკივრები, გლადიატორები, რომლებიც სამხნევებენ საკუთარ გუნდს. ლეჟავა, ზუსტია, ძალზე კარგად ითამაშა ეხლა ამ შემთხვევაში. ბესიკ ლეჟავამ ორი ქულა მოუტანა თავის გუნდს 21-12. ლეჟავა ბურთით. შარაბიძე, ლეჟავა. თავად შეუტია ძალზე კარგად ახლა ამ შემთხვევაში. ბესიკ ლეჟავამ და 23-14. 9 ქულას იგებს არმია. 6 წუთი 35 წამი მატჩის მეორე მეოთხედის დასრულებამდე. სმარკმედების კოეფიციენტი ფაქტიურად მან მიიღო -3, ორი ჯარიმა ვერ გამოიყენა და ჯარიმა მიიღო. ეს არის -3 მარკმედების კოეფიციენტი. თუმცა მათიაშვილის კალათბურთელია, რომელიც ამ ყველა მინუსს გაუმკლავდება და საბოლოოდ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით დაასრულებს ამ ჩემპიონატს. ბესოლეჟავამ წიგაიყონა თავის გუნდის 3-2. დავით ოსტიაშვილი დამრისხებულია. ალბათ მეომრებს მიეწუნათ არმია როგორც მოხსენებათ თავდაცვის სამინისტროს უნდია და მომდინარეიდან ისინი შავი ლენტებით ასპარეზობენ დღეს ლეჟავა საშუალო მანძილიდან ძალიან ზუსტად კარგად ესროლა ბესოლეჟავამ ისე როგორც ფარღალავამ ბესოლეჟავამ ძალიან კარგად დაიწყო დღევანდელი შეხვედრა მარტივად ახერხებენ ისინი ფულების მოპოვებას აი ეგრე ვთქვა ბოლო წუთია გავამართლოთ კომბინაციის ჯგერენაიას ბლოკი ფარღალავა ლეჟავა შორის სამქულიანი ჩააგდო იცულებით ისროლა მაგრამ საბოლოო ჯამში გამართლებული გაათანა ბრანგარიში ამ სროლით ბესოლეჟავამ 55 4-5-იანი ტაბლოზე პოპულარული ციფრი საქართველოს ოლიმპიაკოს შემადგენლობაში თუ მოიპოვა საერთოდ სასწაულს მოახდენს და ამასთან კიდევ ერთხელ მისი ჩაგდებული ბურთი ტოპ ხუთეულის ბესოლეჟავამ გავიდა ბესოლეჟავამ კვადრო გაიგიჟა თავი მე მგონი არ ეწყინება ვიდეოზე ნახავს მე ვერ აგდებს ბურთს და შანსი აქვს კიდევ არმიას უფრო გაზარდოს თავის უპირატესობა წყინვალე პასი ბესოლეჟავას და ჯარიმა არმია მოახერხა მობილიზება მეოთხედისთვის და ჯერჯერობით უკეთესად თამაშობს ვიდრე ოლიმპი რომელსაც ქულა არ აქვს მეოთხედში თუ არ ვცდები ჩვენ გვახსოვს სანგარიში იყო მილოშევიც აქვს 1-2 ქულა 59-ით 53 6 გოლი გავიდნენ წინ ეხლა არის 63-59 ისე რომ 10-0-ია თუ არ ვცდებით ნუ ამას არ აქვს განუწოდი ნიშნულობა მილოშევიც ორქულიანი ჯერჯერობით ერთადერთია მეოთხედში ოლიმპისთვის გამყრელიძე წივწივაძეზე აიტანა წივწივაძემ სამქულიანი ესროლა ვერ ჩააგდო ანატოლი ბოისა წინვალე დიბძვის მეტოქის პარზე ეს რა ბურთი მოხსნა ბოისა საოცრად ახლა მილოშევის და მინოშევის და თენიაშვილის მოხსნა ბურთი ძალიან კარგად გამყრელიძე ლეჟავა მარტო კუთხეში სამქულიანი გაუშვა ჩააგდო ბესოლეჟავამ წინვალე მონაკვეთი არმიის შესრულებით წინვალე 3 წუთი არმიის შესრულებით 66-59 13 ქულიანი გაქცევა საოცრებას ახდენს კოტე ტუღუშის გუნდი 11 ქულა ანატოლი როგორ შეეხო ხელით იქ არმიას კალათბურთელი ამ ბურთს ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ეს ბურთი ჩაითვალა და გახდა ორქულიანი ყოფნა გამოდგა ეს კი ბესოს შემადგენლობაში ორ კალათბურთელს აქვს ქულები 8 ქულა აქვს კარიმ და 7 ჩიკვილაძეს ლეჟავა გამყრელიძე ლეჟავა სამქულიანი გაუშვა ბესოლეჟავამ ჩააგდო წინვალები თამაშა 16-15 პირველი სამქულიანი ბოისა ბაბიაშვილი წინვალე პასი ლეჟავაზე და ბესოლეჟავმა ძალიან მარტივად დაასრულა ეს შეტევა წინ გავიდა კვლავ არმია 21 ცოტათი ეს მატჩი წინა ეპიზოდს მაგონებს, როდესაც იგივე მომენტი იყო, როცა შარაბიძემ დააფარა კარიმს. გამყრელიძე ლეჟავა კუთხიდან ჩაუდგო 62-61. საოცრება ხდება დღეს სპორტ კომპლექს არენაში. წინვალების წარმომადგენლები მყავს
არამედ ოჯახური წრეები ჩინებულად ყოჩაღ ლეჟავა ყოჩაღ აი ამ ბურთის აი დაბრუნდა ჯერენაია დაბრუნდა ისე ქორი დააწდა ზემოდან კალაც რომ არ ჩავარდნილიყო აქვე უცბად ვთქვათ რომ მეხუთე ადგილი დაიკავა თბილისის დინამომ ჩვენს ჩემპიონატში დღეს იყო პლეი-აუთის შეხვედრა აქ ბესოლეჟავას სამქულიანი შეუწყვეტ ავაზს და ვსაუბრობდი პლეი-აუთის მატჩზე დინამოს სოხუმი დაამარცხა